27 იანვარს საქართველოს თავისი განმანათლებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს. კაბადოკიელი ქალწული საქართველოში 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ხელთ ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა. წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს. დღესასწაულთან დაკავშირებით მოციქულთა სწორის სახელზე წირვა ჩატარდა ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც. წმინდა ნინოს ხსენების დღე არის მოციქულთა სწორის თავისთავად ქართველი ადამიანებისთვის ყველასთვის დიდი საყვარელი წმინდანი არის. არ არსებობს ქართველი ადამიანი, თუ ის ქართველია, რომ არ იცოდეს წმინდა ნინოს ღვაწლი, როგორ მოაქცია ქართველი ერი, ულოცავ ყველას. წმინდა ნინოს ხსენების დღეს პირველ რიგში ჩვენს პატრიარქს უწმინდეს ნეტარეს ილია მეორეს ულოცავ მთელი სულით და გულით, დიდი სიყვარულით ჩვენს მარგვეთას უბის ეპარქიის ეპისკოპოსს მეუფე მელქიზედეკს ულოცავ ნინოობას, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ყველა ეკლესიების მონასტრების სამღვდელო და სამონაზვნო დას და მრევლს ყველას ულოცავ განსაკუთრებით, ვისაც ნინო ქვია და საქართველოში კიდევ უამრავ ადამიანს ქვია ნინო და ასე გამოხატავს ქართველი ადამიანის სიყვარულს წმინდანების მიმართ, ღვთის მიმართ. რომ ყველაზე ძვირფასი ვინც ხავს ადამიანს შვილი არის სახელს უწოდებს ან ნინოს ან გიორგის და შეგვეციოს წმინდა ნინოს ლოცვა და მადლი მოციქულთა სწორის და რასაც ვიტყოდი რომ აი ეს დღევანდელი დღე ასევე უკავშირდება რომ წმინდა ნინოს მარტო რწმენა ისეთი დიდი ქონდა რომ თელი ერი მოაქცია, ურდასამ ადამიანის მოქცევაც ხო რამხელა მადლი არის და თელი ერი მოაქცია და განამტკიცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დიდი მადლით და დიდი თამდაბლობით შეძლო ეს თამდაბლობით და აი ეს თამდაბლობა არის სწორედ ის ადამიანის ძალა რომლითაც მიმღები ხდება სარწმუნოების ქრისტეს ძალა გადმოდის ადამიანზე მაშინ როდესაც ის არის თამდაბალი. გამორჩევა ხდება თამდაბლობით, რაფერაც აი ღვთისმშობელი, როგორც უაღრესად თამდაბალი გამოირჩია უფალმა და ასე ღვთისმშობელმა გამოირჩია თამდაბალი ნინო და ესეთი ძალა მიიღო მან, აი სწორედ ამ თამდაბლობით და ყველა ჩვენთაგანს სწორედ ამ თამდაბლობით გვეცნოს ქრისტე და შეგვეციოს და გაგვაძლიეროს დღევანდელი დღის მადლმა. წმინდანელი დღესასწაულს ნინოების საქართველოს განმანათლებლის წმინდანელი დღეს ულოცავ მთელ საქართველოს. მშვიდობა ყოფილიყოს, ფარავდეს მთელ საქართველოს. ულოცავ მთელ საქართველოს ამ დიდ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაულს, ფარავდეს მისი მადლი და ძალა და ჩვენ სამშობლოს ღმერთმა დააწყაროს, დაამშვიდოს და მშვიდობიან ცხოვრება საქართველოში გვეცხოვროს.